ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამჟამად გერმანიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის შედეგებს სწავლობს. ეს მას შემდეგ, რაც ევროპულ სახელმწიფოში დისლოცირებული სამხედროებიდან 5,000-ის შესაძლო გაყვანის თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა. ნატოში მიმდინარე პროცესების შესახებ ევრონიუს ალიანსის თავდაცვის ძალების გაერთიანებული სარდლობის წარმომადგენელმა განუცხადა ევროპაში. Things still stand as the NATO spokesperson said. ამჟამად ვითარება უცვლელია, როგორც ეს ნატოს პრესსპიკერმაც აღნიშნა უქმეებზე. ნატო აგრძელებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობას, რათა უკეთ გაანალიზოს იმ გადაწყვეტილების შედეგები, რომელიც ხუთშაბათს დაანონსდა. ამისათვის კი დაახლოებით 6-დან 12-მდე დრო განსაზღვრული. ამ დროის მანძილზე ეს საკითხები განხილვის პროცესში იქნება. კონტექსტისთვის გეტყვით, რომ იმავე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებით სხვა შეიარაღებული ბრიგადის დისლოცირება მოხდება ევროპაში ტეხასიდან, ასე რომ ამგვარი როტაცია საკმაოდ ხშირია. თქვენ გერმანელი ლიდერის განაც მოისმინეთ, რომ ის არ გაუკვირვებია ამ გადაწყვეტილებას. ევროპაც საკმაოდ დიდი ხანია მუშაობს ნატოს გაძლიერებაზეც. დავამატებ იმასაც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატების გადაწყვეტილება ერთ ღამეში არ მიუღია და ამას, როგორც ითქვა, 6-დან 12-მდე დასჭირდება. ამ დეტალებზე მუშაობა გრძელდება. Forces moving in, forces moving out of theater, very common, something we're very used to. თუმცა დონალდ ტრამპს მოკავშირეები გერმანიიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანაზე წინასწარ არ გაუფრთხილებია. ამის შესახებ ნატოელებმა პრეზიდენტის სოციალურ პლატფორმაზე გამოქვეყნებული პოსტიდან შეიტყვეს. გაჩნდა არაერთი შეკითხვა ლოგისტიკასთან დაკავშირებით, მაგალითად იმის თაობაზე თუ საიდან და როგორ მოხდება სამხედროების გაყვანა. ასევე უცნობია თუ როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება თავდაცვითი ალიანსის საერთო საბრძოლო მზაობაზე. ალიანსში ამტკიცებენ, რომ მისიაზე ფოკუსირებული რჩებიან და რომ ფართო სურათში ეს გადაწყვეტილება არაფერს შეცვლის და ნატო მზადაა და მზად იქნება შეაკავოს საფრთხე და დაიცვას ალიანსის თითოეული ტერიტორია.